მინდა კიდევ ერთხელ მივესალმო ჩემს სომეხ კოლეგას, ბატონ ნიკოლ პაშინიანს, მივესალმო მინდა სომხეთის დელეგაციას, რომელიც ჩამობრძანდა საქართველოში. ჩვენ ხედავთ, რომ არის საკმაოდ რთული ვითარება შექმნილი ჩვენს გარშემო და მით უმეტეს ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება, ჩვენ გვაკავშირებს ისტორიული მეგობრობა ჩვენს ხალხებს შორის, ჩვენს ქვეყნებს შორის და ამას ეფუძნება სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც არის დამყარებული საქართველოსა და სომხეთს შორის. ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან მოხარული ვართ, რომ გვაქვს ძალიან მაღალი დონე ჩვენი თანამშრომლობის, თუმცა არსებობს ბუნებრივია მუდმივი ინტერესი, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და ჩვენი ტრადიციული მეგობრობა ორ ქვეყანას შორის. ეს თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, ეფუძნება საერთო ინტერესებს. მე მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და სომხეთს გადავუხადო მადლობა ჩვენი ეროვნული ინტერესების მხარდაჭერისთვის, პატივისცემისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და დღეს კომისიის სხდომასაც მადლობა გადავუხადე ჩვენს მეგობრებს გაეროში იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული რეზოლუციის მხარდაჭერისთვის. ჩვენ განვიხილეთ დღეს ორმხრივი დღესასრიგის სხვადასხვა საკითხი, შევეხეთ როგორც პოლიტიკურ თანამშრომლობას, ისე ეკონომიკურ თანამშრომლობას, თანამშრომლობას განათლების, კულტურის, სპორტის სფეროში და კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვა იმას, რომ მიუხედავად თანამშრომლობის ძალიან მაღალი დონისა, ყველა მიმართულებით არსებობს ამ თანამშრომლობის განვითარების შემდგომი პოტენციალი. ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორობა, სავაჭრო დონის თვალსაზრისით სომხეთი არის საქართველოს პარტნიორების ათეულში, რაც შეეხება ტურისტს და ვიზიტორებს, ამ კუთხით სომხეთი სამეულში იკავებს ადგილს ჩვენი ქვეყნისთვის. ბუნებრივია, ძალიან ღირებულია ჩვენთვის თანამშრომლობის ეს ასპექტი, სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობა, ტურიზმის მიმართულებით გაცვლა. მოხარული ვართ, რომ ტურიზმის კუთხით არის სულ უფრო მზარდი ინტერესი საქართველოს მოქალაქეებში. ესთიმ, რომ სომხეთსა რა თქმა უნდა მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ ამ კუთხით ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ძალიან დადებითი დინამიკაა რეგიონში თანამშრომლობის განვითარების კუთხით. მოხარული ვართ და ამას ხაზი გავუსვით დღეს მთავრობათა შორის კომისიაზე, რომ ხელი მოეწერა ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ეს დადებითი ტენდენციები ქმნის ძალიან კარგ საფუძველს იმისათვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად ვიზრუნოთ ჩვენი რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, უზრუნველყოთ მშვიდობა ჩვენს რეგიონში. ამ კუთხით, ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ გვინდა გავუსვათ ჩვენს მსაუბას ხაზი, რომ ხელი შევუწყოთ რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, საქართველოს ძალისხმევას არ დაიშურებს. კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა გამორჩეულ პარტნიორობას ჩვენს ქვეყნებს შორის. ეს პარტნიორობა, მეგობრობა, თანამშრომლობა არის ნამდვილად სამაგალითო და შესაბამისად ჩვენი პასუხისმგებლობა, ეს არის პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნების წინაშე, ჩვენი ხალხების წინაშე, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ ამ თანამშრომლობის და მეგობრობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისთვის და დასასრულს ბატონ პრემიერ-მინისტრს, ბატონ ნიკოლ პაშინიანს მინდა გადავუხადო პირადად მადლობა მისი გამორჩეული წვლილისთვის, პირადი წვლილისთვის, რომელიც მათში აქვს ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის და მეგობრობის გაღრმავებაში. დიდი მადლობა.